გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის დღესაც განვიხილავთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, რომელიც საკითხებიც საინტერესო არის არათუ მარტო საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ მსოფლიოს საზოგადოებისათვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რუსეთის პრეზიდენტი ბატონი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტრამპი ალიასკაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ალიასკის შეხვედრამ ძალიან დიდი პირდაპირ ვიტყვით შედეგი გამოიღო და განმუხტა სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ გადასდილიყო უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში და მესამე მსოფლიო ომში. ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ გარდა ამისა, ქვეყნებმა, რომელი ქვეყნების თავს იკავებდნენ რაღაც გარკვეულ შეხვედრებზე, გარკვეულ რაღაც ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით განხილვაზე, მათმა უკვე გადადგეს ნაბიჯები და დაინახეს რეალურად, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობა მათთვის არის მონგებიანი და მათთვის არის არათუ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად წინ სვლა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი ამხელა ქვეყანა არის, რომელიც ქვეყნის დაშლას და ქვეყნის დანგრევას განიზრახა ეგრეთ წოდებულმა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა ხედელობაში მყავს ევროკავშირი და ამავდროულად ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი რომ ვიტყვი დამქაშები. ეს ოდესაც პირდაპირ ღია ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს და ფაქტიურად ის აკეთებდა ყველაფერს, რომ ყველა მხრიდან გაეხსნა ცეცხლი და დაეწყოთ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება. დღესდღეობით ძირითადად ეს რაღაც გარკვეული საფრთხეები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიმართ დაიწყოს მასიური შეტევები, ეს მოიხსნა, მაგრამ რუსეთს ეს საერთოდ არც ადარდებდა და არც ადარდებს, თუ რა ძალები დაუპირისპირდებოდა მას და რა ძალებთან ექნებოდა რუსეთს წინააღმდეგობა, რადგან ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ დღეს მთლიანობაში როგორი მდგომარეობაა უკრაინაში და როგორ უმკლავდება რუსეთი დღეს არათუ მარტო იმ უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციების დროს რაღაც გარკვეული დაჯგუფებებს, არამედ იმ შემოტევებიც არსებობს კოლექტიური დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. არ გეგონოთ, თუ ამერიკის შეერთებული შტატებმა ეს პროცესი შეაჩერა და ეს პროცესი რაღაც გარკვეული ვის დაკონსერვება გააკეთა ამ პროცესის, რომელიც პროცესის საფუძველზეც ძალიანად ჩართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში. ხა ტრამპი კი გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით ის ძალები, რომელი ძალებიც მთავარი შემსრულებლები და მთავარი არქიტექტორები არიან მიმდინარე მოვლენების უკრაინაში ხდება, ისინი ჯერ ისევ ხელისუფლებებში არიან, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კი წვენც ახლა ტრამპი ამ თლიანად ამ პროცესს და რაღაცა უნდა რომ გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, როგორმე ფაქტიურად გამოვიდნენ თვითონ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ჩიხიდან და შემდგომ სხვა დანარჩენი ქვეყნები, რომელი ქვეყნებსაც იძულებით წესით გააყოფიეს თავი აი ამ ხაფანგში. ახლა დაზვერვის სამსახური თლიანად ამ ლიბერალისტებით ყოფილა დაკომპლექტებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფაქტიურად დღესაც ისინი არიან და წინ დაიწყო გაათავისუფლა ახლა დირექტორის მოადგილე გაათავისუფლა, იქ დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაათავისუფლა და ამავდროულად ის საკვანძო რომ ვიტყვი და სამართავ პუნქტებზე თლიანად ეს ლიბერალისტები არიან ჯერჯერობით ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავდროულად სასამართლო გასაწმენდი არის და მოკლედ ბევრი სამუშაოებია ჩატარებული ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდგომ სხვა დანარჩენ ქვეყნებში, რომელიც ქვეყნებს მიბმულია პირდაპირ აი ამ ლიბერალისტებზე, ხო? ეხლა რაც შეეხება თქვენ წარმოედგინეთ, როდესაც უკვე დაინახა მსოფლიო და პუტინი, რომელიც ჩაფრინდა ალიასკაზე, ხო, ყველა იყო იმის მოლოდინში, რომ ჯერ მithქვა-მოთქვა იყო, რომ თითქოს და პუტინი არ შეხვდებოდა ტრამპს და ის უკან დაიხევდა და მას რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები ექნებოდა და ამ წინააღმდეგობების საფუძველზე ჩაიშლებოდა ეს შეხვედრა, მაგრამ პუტინი არც იმას შეუშინდა, რომ თავის ზოზე, როდესაც ბაიდენმა გასცა განკარგულება და ეხლა რაც არ უნდა ეძახონ ის, რომ აქ რაფშვაშია ბაიდენი და რაფშვაშია ამერიკა, როცა ჰააგის ტრიბუნალმა გამოაცხადა, ძებნა გამოაცხადა, ხო, ჰააგამ გამოაცხადა ძებნა.
პუტინზე, ხო ძებნილია დღესაც და ის პირდაპირ შევიდა და მის ტერიტორიაზე შეხვდა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ავტომობილში ჩაჯდა და ერთად ისაუბრეს და თუ ძებნილი იყო რატომ არ იქნეს ომები მიღებული, მაგრამ ამ ადამიანმა გადადგა ის ფაშკაცური ნაბიჯები და ჩავიდა და ანახა იმათ ყველას დაანახა, მსოფლიოს დაანახა, რომ მე არავისი არ მეშენია, მე მივიდივარ სწორ გზაზე და მე ვაკეთებ იმას, რასაც ითხოვს რუსეთის მოსახლეობა და ის ადამიანები, რომელი ადამიანები დღემდე არიან უკრაინული რეჟიმის დევნის ქვეშ. და ამიტომ არის რომ მე დავიწყე სპეციალური სამხედრო ოპერაციები იმასთან დაკავშირებით, რომ გავანთავისუფლო ეს ადამიანები. ეხლა პუტინს იქ მოთხოვნები არ შეუძლია, რადგან ის მოთხოვნები, რომელი მოთხოვნებიც მას ჰქონდა 2022 წლამდე და ის ითხოვდა, რომ უკრაინა არ უნდა მიეღოთ ნატოში, უნდა მომხდარიყო ფაშისტური დაჯგუფებების განიარაღება და კიდევ სხვა უნდა დაკანონებულიყო რუსული ენა და არ უნდა მომხდარიყო რუსულენოვანი მოსახლეობის დევნა და უამრავი საკითხები, რომელიც საკითხებისას თუ სწორად შევხედავთ, მართალია ეს ადამიანი, რადგან ეხლა რუსები და უკრაინელები ეხლა ბევრი ამბობს, რომ სხვადასხვა ხალხი არიან, რომ ესენი ერთიერი არიან, კაცო და ერთიდან შობილი ისტორიიდან შობილი ადამიანები არიან და ერთი ისა აქვს ისტორია მათ და ერთი ცხოვრება აქვს. ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ლიბერალური სამყარო, რომ ეს ხალხი განაცალკავონ და აი ეს რაღაცნაირად სხვადასხვა იმათ წარმონაქმნად მოიხსენიონ. ამის გარდა შემდგომ შესაბამისად ქვეყნებმა გადადგეს ნაბიჯები და აქტიურად დაიწყეს რუსეთთან უკვე რაღაც გარკვეული დიალოგი, შეხვედრები. ეხლა 1-2 დღის უკან, 3 დღის უკან მთელი სრული შემადგენლობით ჩავიდა ინდოეთის დელეგაცია. ამავდროულად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები და პირდაპირ ამბობენ და ღიად იძახენ ისე რომ ჩვენი ინტერესებია ყველაფერი და ჩვენი ინტერესები და გამომდინარე ჩვენ ხვდებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენი ინტერესები და გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმას და აცხადებთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. ნუ სწორიც არის ეს ადამიანები და ასეც არის, რომ შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის ბედი რომ გაინტერესებს, ამიტომ არის აუცილებელი რომ შენ ჩახვიდო და ისაუბრო და ამ საუბრის, ამ დიალოგის საფუძველზე შენ მიიღო რაღაც დივიდენდები და სარგებელი იმასთან დაკავშირებით, რომ შენი ქვეყანა წინ წაწიო, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ჩვენ ამ საკითხებზე გვექნება დღეს საუბარი, ჩვენი ლევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ მაკარიძე. ბატონო თეიმურ, მოგესალმებით. მადლობა თქვენ რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში. ჩვენი ხშირი სტუმარი ხართ, სხვადასხვა საინტერესო და არათუ მარტო ჩვენი ტელევიზიის, არამედ ჩვენი სპენელისთვის და ძალიან კარგად და დეტალურად განიხილავთ ყველა იმ საკითხებს, რომელიც საკითხებიც როგორც შიდა, ისე გარე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არის საინტერესო. ბატონო თეიმურ, შეხვდეთ ორი დიდი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს, ხო? მოკლედ შეხვედრამ დიდი მithქვა-მოთქვა გამოიწვია. ეხლა ლიბერალურმა სამყარომ როგორც სხვა ქვეყნებში, ისევე საქართველოში ეს უარყოფითად მიიღეს და პირდაპირ აღიარეს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს და ადამიანები უნდა დაიხოცონო. ბავშვები უნდა მოკვდნენო, მოხუცები უნდა დაიხოცნენო და უნდა გაგრძელდეს ეს ომი, ხო? პრაგმატულად და საგადმოაზროვნე ადამიანები სწორად აფასებენ ამას ყველაფერს. გამოჩნდნენ ქვეყნები, რომელთა ქვეყნებმაც უკვე აქტიური მოქმედებები დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ მე ადრე ვიცოდი და მესმოდა ასე, რომ აი მოვადრო და დადგება რიგი და ვინ სწრაფად იმება პუტინთან შეხვედრაზე, ხო? და სწორედ ეს პროცესი დაიწყო ხა. ჩვენ სადა ვართ ამ შემთხვევაში და რა ხდება ჩვენთან და რატომ არა ვართ ჩვენ აი რატომ არ მოგვიხსენიებენ და საერთოდ რატომ არ არის დღის წესრიგში რაღაც გარკვეული ნაბიჯი გადაიდგეს იმასთან დაკავშირებით, რომ შევხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეხვდა, ხო? დონალდ ტრამპი. ხო იზახენ ესე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ამბები. შენ მაინც რაღაცა ბოლო დროს რაღაც ვერ ხედავ. ხო, ახო, შენ მაინც რაღაცა მინიშნება მაინც გააკეთე რაღაცა. ვისი გეშენია? ისე ლიბერალისტების გეშენია? მოგესალმებით ბატონ ტრესტან, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი არის თქვენს ტელევიზიაში ყოფნა და თქვენთან ერთად აი გადაცემაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას ფლობთ და თქვენ პირადად და ყავთ ძალიან სერიოზული მეგობრები. და ნამდვილად მე მინდა იმ ვისაც ვიცნო იმ მეგობრებს ნამდვილად სიყვარულში და სამშობლო სიყვარულში გავეჭირო. და იმას ვაკეთებ, რაც უნდა გააკეთოს ერთმა ჯარისკაცმა, უფლის ჯარისკაცმა და ქართველმა კაცმა. მივესალმები
ტელევიზიის ერთგულმაყურებელს და მინდა თქვენთან ერთად ნამდვილად ეს გადაცემა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო მსმენელისათვის და მაყურებლისათვის. ძალიან დიდი შეხვედრა შედგა და ძალიან აუცილებელი დროს და აუცილებელი იყო კიდევ აუცილებელი იყო და მე ვიტყვი იმას ხაზს გავუსვამ ერთ გარემოებას რომ ალიასკა ეს იყო სპეციალურად მოლაპარაკებული და შერჩეული ტერიტორია. მე იქ იყო ქალაქი ანკორიჯი, სადაც არის ელმედორფ რიჩარდსონის ერთობლივი საწვრთნელის სამხედრო ბაზა. იქ ეს იმას მეტყველებს რომ იქ პრეზიდენტ ტრამპის გარეშე და თავდაცვის სამინისტროს გარეშე ბუზიც ვერ შეფრინდება. ეს იყო სპეციალურად გათვლილი, ეს რადგანაც თავდაცვა უნდა ყოფილიყო და უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო მაღალ დონეზე, თან პლუს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე რუსეთის მხრიდანაც კონტროლდება ეს ტერიტორია, იმიტომ რომ ალიასკის ნახევარკუნძული თქვენ მოგეხსენებათ. ისე მაყურებელს უთხრათ ისიც რომ ალიასკა თავიდან რუსეთის კუთვნილ. აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა ალიასკის ნახევარკუნძული იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მანამდეც რუსეთის და ეს ტერიტორია მერე გარკვეულწილად მიყიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. და კონტროლდება როგორც კოსმოსიდან, ესე საზღვაო უსაფრთხოება არის გარანტირებული, ეს მაქსიმუმი იყო დაცული და პირდაპირ არ ჩაფრენილა, მაგადანში ჩავიდა. იქ მოსაბზადებელი ქონდა რაღაც ექს არის დეტალები, რომელიც საიდუმლოდ ინახება და ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, როცა ესეთი სოფლიოში ფაქტიურად პირველი ორი სახელმწიფოს ასეთი ორი დიდი გიგანტი იმპერიის პრეზიდენტები ხვდებიან, თან მით უმეტეს აი ამ მდგომარეობის ფონზე, რაც სიჯა დღეს არის სოფლიოში. ფაქტიურად სოფლიო დაემსგავსა საგიჟეთს. და ამ საგიჟეთის დროს, აი თქვენ ბრძანეთ ძალიან ბრწყინვალეთ, რომ ჰააგას აქვს ესე იგი გაცემული განკარგულება იმასთან დაკავშირებით და აპატიმროს და თუ ხო შეუძლია სოფლიოში მოქმედება წასულიყო დაეპატიმრებინა რა, მაგრამ ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი, ეს თელმა სოფლიო უნდა გაიგოს და აი როგორც ბრძანეთ თქვენ, არის სახელმწიფოები უკვე რომელთაც დაიწყეს უკვე ურთიერთობების აღდგენა და იმ ხიდის შენებლობა, რაც საერთოდ ორ სახელმწიფოს შორის უნდა დაიდოს. არა მესამე სახელმწიფოს მეშვეობით, პირდაპირ გზა უმოკლესია და ესეც უნდა გააკეთოს და თქვენ რაც დამისვით, კითხოთ ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მხარემაც რა, პირდაპირ გზით, იმიტომ რომ ჯერეთი აი ამ ხელა სახელმწიფო ჩვენ პირდაპირ გვესაზღვრება მეზობელი. შემოვლით გზების სიარულას სად მივიყენა ხომ ხედავთ? რა თქმა უნდა. აი საერთოდ ვიღაცების ჩართულობა, მიგ ჟენევის ფორმატია, რომელიც საერთოდ არაფერი გაუკეთებია და თითითი არ დაუდვია, ხო? შენ ხოლ დღეს ამბობ რა გვეუნები რომ კი ბატონო, მე უკვე ვარ საქართველოს ხელისუფლება, მე ვაკეთებ ქართული ხალხის საქმეს, ქართული ერის ნებას, ქართული ერის ნება არის დღეს 99%-ის 1%-ია სექტანტები, რომლებიც ამბობენ და გვეუბნებიან, რომ საქართველოს ტერიტორიების აღდგენა შენ როგორ წარმოგიდგენია, ხო? როგორ წარმოუდგენიათ? პირდაპირ დიალოგის გარეშე, ხო? პირდაპირ დიალოგის გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს ვარიანტი რომ აღდგეს რა. აი, ხო უნდა შეხვდეთ. და მე იქ კეთილი ნებას ვინც გამოიჩენს და უბრალოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა როგორ დალაგდება მე მხედველობაში ნებისმიერი სახელმწიფო და შეაწევს საქართველოს სიტყვას რომ აი საქართველო არის ძალიან კომპეტენტური, ძალიან კარგი სახელმწიფო, ბევრის და საერთოდ თქება არ გვაწყობს ჩვენ საერთოდ უნდა მივხედოთ ჩვენ საქმეს და ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ის რომ სოფლიო თანამეგობრობაში კარგად გამოჩნდეს საქართველო რა, ისე საპატიო ადგილი დაიბრუნოს მან და თავისი კუთვნილი ადგილი როგორც ჰქონდა ადრე. და ეხლა რაც შეეხება ძირითად თემას, მაინც იქით უბრუნდები რომ ალიასკაზე შეხვედრა ძალიან აუცილებელი იყო, მივაქციოთ ორ გარემოებას
ყურადღება ერთზე, გარკვეულწილად გაამახვილეს ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პრესამაც, მაგრამ მეორეზე არსად გამიგია და მოგახსენებთ ორივეს. ერთი რომ პირდაპირ ესე იგი წითელი ხალიჩით დახვდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ესე იგი დამისახელოს ვინმე მსოფლიოში მიღების დიპლომატიური გზა უკეთესი, როგორიც იყო ალიასკაზე. ვერავინ ვერ დამისახელებს მაგას, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოსათვის და მშვიდობის აი რომ უნდა გადადგა მშვიდობისაკენ ნაბიჯი, აი ეს გაკეთდა ზუსტად და ის ლამაზი თვალების გულისთვის არ გაკეთებულა. ამ შეხვედრამ ცხადყო, რომ ძალიან დიდი ქულებით მოიგო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ წაუგია. არა, იმანაც დიდი ქულებით მოიგო მსოფლიოს თვალში. და ოღონდ მე ჩემი გადმოსახედიდან და ეხლა რასაც ხედავთ ჩვენ ყოველდღიურად წლების წინ და საერთოდ მოდიოდა ეს ფაქტობრივად სტალინის სიკვდილის მერე, ესე იგი დადებითი კონტექსტში არ ყოფილა არაფერი, არა მარტო საბჭოთა კავშირისთვის, არამედ საქართველოსათვის, ან რუსეთისათვის და მსოფლიოსათვის ყოველთვის იყო ერთპოლარულიდან იყო გაწერილი გეგმა, ერთპოლარული სამყარო, რომლის ავტორიც ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი არის. ეს იყო გაწერილი მხოლოდ და მხოლოდ ის პროგრამა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოადგებოდა მან და იმ ლიბერალებს, რომლებმაც აი ეს დღევანდელი დღე მოიტანა. ერთპოლუსიანი სამყარო. ხო, ერთპოლუსიანი სამყარო. მაგრამ პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგობის გარეშე ეს ისევ გაგრძელდებოდა. აი კრახი განიცადა ერთპოლარულმა სამყარომ და გახდა მრავალპოლარული. გამოჩნდა იქ დიდი მოთამაშეები ჩინეთის სახით, ბრძანეთ ინდოეთის სახით, იგივე 6-ეული, 7-ეული იყო და გაარიცხეს რუსეთი იმ 7-ეულიდან და დარჩა ის დიდი 6-ეული, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია და ასე შემდეგ არის. და ეხლა ორიენტირი აიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში ორი უდიდესი სახელმწიფოს ჯახი მოხდა. ანუ როგორ თქვენ ერთ და იგივე ტომის და თვისტომის დაპირისპირება მოხდა. ერთი ადამიანები ისიც მართლმადიდებლური ქვეყანა იყო, ესეც მართლმადიდებლური ქვეყანა იყო, წარმომავლობა სლავური არის ორივესი და ასე შემდეგ. ნუ ეს დარწმუნებული ვარ და როგორც გაიშიფრა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ამას ხელი შეუწყო თვითონ უკრაინაში შიგნით ჩაბუდებულმა მთავრობამ და იმ ეგრეთ წოდებულმა ახლა მეც ვიხმარ ამ სიტყვას deep state-მა, რომელიცაც ხმარობს დონალდ ტრამპი. არა, deep state ამ ნაერი ბიჭო, ვერ იპოვეს, დავგანახონეთ ვინ არის. უჩინმაჩინის კოდი ახურავს, სასწაული და თელსოფლიოს. თორე გადავხედოთ ახლა ჩვენ საქართველოში საწავიდე და deep state-ის წარმომადგენლების მეტი რა არის, რომელიც ანტიქართული რიტორიკით გამოირჩევიან, ანტიქართული მოქმედებით, კანონმდებლობით ისე საერთაშორის ბატონო აპატიდა შეგაწყვეტინა და შემდეგ გააგზავნეთ გუშინ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა განცხადება, ის ადამიანები თუ გინდათ გაიგოთ ვინ არისო deep state-იო, გაიგეთ და ვინ არის აგენტებიო, ამ ქვეყნის ამტრებიო, აი უცებ იმასითო ის ადამიანებია რომლებიც ქართულად მომაზრონე ადამიანებს გეუნებენ შენ ხარ რუსეთის აგენტიო შენ რუსულ საქმეს აკეთებ სულ deep state-ი არის მაგიო სულ აგენტები არიან მაგერი სულ მტრები არიან ეს სწორი თქვა მან გუშინ გაიგე სწორი და ანუ ჩვენ ხედავთ უკვე საქართველოში ვინ არიან ეს აგენტები და ეს deep state-ი ხო მაგრამ როცა პარლამენტ ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვა ან გადაცემაში და ან რომელიმე პოლიტიკურ შეხვედრაზე ან საზოგადოებრივ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც მაგას ამბობს რა უნდა დაასახელოს კიდევ სახელი და გვარი ამბობენ უკვე ამბობენ დასახელებენ უკვე უნდა დაასახელოს და ზომებიც უნდა მიიღოს და დონოთ კიდევ ზომები უნდა დააპატიმრონ უნდა დაეჭიროს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ანტისახელმწიფო ქნევებში ადიან ესე თუ ბატონო ტრისტან ჩვენი პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები
და გადმოვიღოთ მისი მაგალითი, ცუდი მაგალითი არ, კარგი მაგალითი. აგერ ტრამპი რა არაპატიმრებს იქ წარმომადგენლებს, მაგერა პირველი მოწვევის პრეზიდენტი როცა იყო ტრამპი მისი ჩეველი ესე იგი გადაატრიალეს სულ ბინა და ყველაფერი ისეთი დოკუმენტაცია ბოლტონზე ზუსტად რა და არ ჩეველი არ დაინდო რომელიც მერე მართალია ჩაუდგა წინააღმდეგი იყო მისი პოლიტიკის წარმოებული პოლიტიკის მაგრამ რა ხელი შეუშალა ტრამპს ამ ბოლტონს მერე ეხლა თვითონ ვორშტატში ძალიან დაძაბული ის არის მდგომარეობა სადაც ეროვნული ნაწილები შეიყვანა ეროვნული საჯარისო ნაწილები შეიყვანა და აკონტროლებს ეხლა ტერიტორიას იმას მდგომარეობას აკონტროლებს და თვითონაც შიგნით არის დაძაბულობა შიგნით არის განხეთქილება იქაც და ამას სხვათა შორის ხაზგაუსა ძალიან ჭკვიანურად მიყვება ტრამპი არავის არ ეგონოს აი ის რომ ამ განცხადებას აკეთებს იმ განცხადებას აკეთებს რომ აკრიტიკებენ ეს განცხადება მან ესეთი განცხადება უნდა გააკეთოს ზუსტად რადგანაც მოწინააღმდეგე სულ უნდა ყავდეს თავდაცვის რეჟიმში ეს გადადის ამ დროს გადადის ესე იგი დროს იგებს ენრაოდენობის გეგმებს ახორციელებს როგორც შიგნით ისე გარეთ და აი ამ შეხვედრიდანაც გამომდინარე რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების რეაბილიტაცია ხდება როგორც სახელმწიფოს და აი ეს ჩამოსაბანი ტალახი რაც არის ცდილობს ამას თავისი პრეზიდენტი ჩამობანდოს ჩამორეცხოს ამერიკის შეერთებული შტატებში და გაიგონოს ბაიდენის ნაგავი რა თქმა უნდა და პირდაპირ იმიტომ ამბობს რომ ბაიდენი და ესენი სულ ყველა რა და ასახელებს კიდევაც რა იმიტომ რომ იქ უკვე გარკვეული აქვს გარკვეულწილად არის ეხლა ჩვენ იქ ღრმად არავინ არ ჩავახედავს მაგრამ პირდაპირ ჩანს ეხლა ზედაპირ ნუ ბევრი რაღაცები ეხლა ვიცით მე რა თქვა რითი თქვა არ შეიძლება რითი თქვა შეიძლება ვიტყვით რა ხო და შეხედეთ ეხლა რა ეს მაგალითი გადმოიღე საქართველოში ჩვენი ქვეყანა არის და სუვერენული არის ხო ამბობ რა ჯერ ერთი სუვერენული ქვეყანა არა ვართ რა იმიტომ რომ პოლიტიკურად და ეკონომიურად ჩვენ არა ვართ თავისუფალი რა და ამიტომ არა ვართ გვახშობს ამერიკული ბანკები რა არა მარტო ამერიკული ბანკები სოფლიო ბანკი და სოფლიო ბანკის ირგვლივ და გინდა არ გინდა მაინც და მაინც ესე იგი ეს ევროპა და ესე იგი და წარმოიდგინეთ ამ ალიასკის შეხვედრის მერე ის მეორე გარემოება არ მithქვავს დიახ როდესაც მასპინძელი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მასპინძელი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როდესაც ესეთი შეხვედრა არის გახსნაზე პირველი სიტყვა უნდა თქვას მასპინძელმა მაგრამ ესე არ მოხდა იქ პირველი სიტყვა თქვა სტუმარმა შენა ოჯახში ხა თამადა თქვენთან ოჯახში თამადა თქვენ უნდა იყო თუ სტუმარი უნდა იყო აი ეგრეა აი უფრო გასაგებენაზე უთხრა ხო და მაგრამ ეს იცით რამხელა დიპლომატიური ნაბიჯი და რამხელა ის არის ეს მეგონი პატივისცემის მიზნით გაკეთა ყველა არა მარტო პატივისცემის მიზნით არა მარტო პატივისცემის აქ ორი ესე იგი პირდაპირ გამოჩნდა რომ დონალდ ტრამპს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ეს აწყობდა ესა რა და ანალოგიურად აწყობდა რუსეთის პრეზიდენტს და ფაქტობრივად გამოვიდა რომ პუტინის დასავლეთთან izolirების დასასრული დაიწყო. აი izolirებული იყო დასავლეთისგან. ეს აი დასასრული დამთავრდა, დასრულდა ის და ახალი ერა დაიწყო რა. ამ izolirების ახალი ერა. ოღონდ არა მხოლოდ izolirება აღარ არსებობს. იმიტომ რომ ამას ყველაფერი ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკამ და საშინაო პოლიტიკამ. ეხლა ბოდიჟგიხტით უნდა მივაბა. და გავიხსენოთ ამ შეხვედრის მერე, ნუ იქ დეტალებში აღარ ჩავალ, ეხლა პუტინმა რა თქვა, მერე ტრამპმა რა თქვა და იქ იქ ითქვა და გარეთ გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო და დანარჩენი იყო კულუარული და მანამდე შეხვედრები და მაგით ორმა ადამიანმა აი მე კიდევ ერთ აი ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ამ ეგრეთ წოდებულ ევროლიდერებთან ერთად ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 სახლში
ჯერ ერთი ძალიან კარგიც გააკეთა ტრამპმა რომ ალოდინა ის რა. იმიტომ რომ აი ეგენ იფუი ტრამპს ებრძოდა მაგენ სულ არჩევნების დროს. თუ შეიძლება ითქვას რომ deep state აეგენი არის სულ წარმომადგენელი. მე ხომ მიიღო ეს ცუცურაკებივით რო იყვნენ. ერთ ტიპში დააგენა სულ. აი მალად აი ბრავო ტრამპს პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ბრავო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მაგაში. შემდეგ აი ესე დამოძღვრა სულ ყველა ეს პატარა ლეკვივით ხავდა ეს საწოდავი რა ისედაც მეწოდება მაგრამ როდესაც თავის ერს ღალატობს მაშინ არ არის საწოდავი უკრაინელი უკრაინელი ხალხი აღარ არსებობს კაცო შემდეგ აი მსვლელობის დროს გამოაცხადა პირდაპირ არც დაური არც დაინდო არავინ არც შეუშინდა ვინმეს ეს მაგას ხასიათშიდაც აქვს და სწორადაც გააკეთა ადგა გავიდა ოვალური კაბინეტიდან და ახლობით 40 წუთი 1 საათი მაქსიმუმი და გამოცხადა მე უნდა დაურეკო ვლადიმერ პუტინს დაურეკა პუტინს ესენი ისხდნენ და ელოდებოდნენ აი ბრავო ტრამპს კიდევ და იმას უთხრა ფინეთის პრეზიდენტი რომ მოგიდა შენახარო ფინეთის პრეზიდენტი ისი რომ აი ფაქტიურ ლიბერასტი ხო ლიბერასტი და თან როგორ იცი აი აგდო აბშე ვინახარ საერთოდ რა გინდა ჩემოდიო ხო და რო შემოვიდა მე რა შემოვიდა ესე რომ დააკონკრეტებინა რამოდენიმე სიტყვა რა და აი მათაც ახლა მიიღეს ეს მომენტი რომ უნდა ეთქვათ რაღაც ხომ მართლა უნდა ეთქვათ რა მაგრამ ახლა ერთ გარემოებას დააკვირდით კიდევ დღეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე კი ბატონო და შეხედეთ თუ ჯერ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის ვითომ დამოუკიდებლობა მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებმა 3 მილიარდი სამხედრო პაკეტი რატო გადასცეს უკრაინას და გერმანიამ 500 მილიონი სამხედრო პაკეტი გადასცა. რატომ? რა ხდება? ანუ აგზელებენ ომს. რა ხდება? ესე იგი, რაში არის საქმე? ეს ჩემი და შენი გაკეთებული არ არის, ეს ხო ამერიკის შეერთებული შტატების ფული არის ახლა. ხო, მაგრამ ჯერჯერობით თუ კი მშვიდობის ტრედი არის, ჯერჯერობით ტრამპმა თქვა რომ მე არაფერი დახმარება ჯერ არ უწევ ამას მე უკრაინას თქვა ეს ხო? ხო, მაგრამ აი დამოუკიდებლობის დღეს დაკავშირებით 3 მილიარდი სამხედრო პაკეტი გადასცეს. და 500 მილიონის პაკეტი გადასცა გერმანია. ნუ გერმანია გასაგები. იმიტომ რომ გერმანია არც მალავს კიდევ მაგას კი არა ისიც არ მომწონს მე საერთოდ გერმანია ინგლისის სამხედრო კავშირი რომელიც ვითომ მიწუმატდა არა ისინი სულ სხვა რაღაცისთვის ემზადებიან იმიტომ რომ ჯერ კავკასიისთან და ახლო აღმოსავლეთიდან ინგლისის ინტერესი არასოდეს არ გასულა არა ეს სულ არის არც მსოფლიო ინტერესიდან გასულა საერთოდ სულ არ და განსაკუთრებით საქართველოში რა მე არაერთხელ მithქვავს და ვიტყვი კიდევაც რა აი სადაც ინგლისის წარმომადგენლობა ზის რა მივიდეს შევიდეს ვინმე და რაღაც პროექტი მოიფიქროს აბა თუ შეუშვებენ და განახოდა არა თუ არ დევს მათ ლოგიკაში და იდეოლოგიაში არც მიგიშვებენ ახლოს არ მიგიშვებენ აი ეს მოკლე იცი და არის ნახეთ ბატონ თემურ ეხლა თქი თქვენ მოკლე ის გააკეთეთ რეზიუმე და განიხილეთ ეს საკითხები ანუ ჩვენ ახლა თქვენ ამბობთ იმას რომ დღეს არის საშუალება და დღეს არის სწორედ იმის მომენტი რომ ეს მომენტი ამ მომენტით ისარგებლოს საქართველოს ხელისუფლებამ და დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან არა მარტო რუსეთთან ამერიკის შეერთებული შტატებთან ხო რა თქმა უნდა შენი ქვეყნისათვის ეხლა გუშინ თქვა პუტინმა ესეთი განცხადება გააკეთა და გუშინ იყო მე მგონი ხო ისა როსატომის ისა შექმნის დღესთან დაკავშირებით იუბილე ქონდა ხო და იქ შეხვედრები ქონდა მას ამ თვითონ ამ ატომური ელექტროსადგურების ხელმძღვანელობასთან და როსატომის დირექტორთან და მიულოცა რა გუშინდელი დღე მან და გუშინ პირდაპირ თქვა და უთხრა და საზოგადოებას და ტელეკამერების შენ განაცხადა რომ თქვენ გონიათ რომ ისაა რაღაცა ქვია ევროპის ქვეყნებიო რომლებიც მე დღეს ჩვენ გვასანქცირესო მაგენი ჩვენთან მაგათ ურთიერთობები არ აქვთო როგორ არ აქვთ კაცო დღესაც ისინი ჩვენგან ღებულობენო ბირთვულ საწვავსო ყველა ეს ქვეყნებიო რომელი ქვეყნებისო ჩვენ ვითომ გვამყოფებენ სანქციების ქვეშო ყველა ქვეყნები დღეს ჩვენგან ყიდულობენო ბირთვულ საწვავსო პირდაპირ უთხრა იმათ ანუ ესე იგი რა გამოდისო წარმოიდგინეთ რა ეხლა რამხელა კოზირს იჭერს რუსეთის პრეზიდენტი დიახ სახელმწიფო გარედან როდესაც შესახელმწიფოს ანუ რუსეთს სანქციას ადევს ამ დროს რაღაც გზას პოულობს რომ ითანამშრომლოს და ის საქონელი რაც ძალიან აუცილებელი შეიძლება შეგა აი წარმოიდგინეთ
ამაზე მეტი ამა ჯერ deep state-ი აბა რა არის რა. თუ დაპირისპირება არის, უნდა იყოს დაპირისპირება. სანქცია არის, სანქცია იმას ნიშნავს, რომ წითელი ხაზი არის. გავლებული და იმ გზას რაღაც ნახულობ, ესე იგი შავი ხვრელი არსებობს, ხო? შავი ხვრელი რისი მაუწყებელია? ესე იგი იმ სახელმწიფოში არ არის ის დალაგებული და ჯერ ერთი თავიანთი გადაწყვეტილებაა, როგორ გონიათ ის შავხვრელში გაგვეხება, ანუ შავხვრელში ხელისფათური არა და არავინ იფიქროს და არავინ მოტყულდეს, რომ ევროპა არის დამოუკიდებელი. არა, არავით არის დამოუკიდებელი არის ევროპა. რა თქმა უნდა. როგორ მივიდეთ ცუციკებივიდეთ, დაწყაბუნებაზე. თა როგორ რასაც ტრამპი დარწმუნებული ვარ მომავალში იტყვის, იმას გაიმეორებენ თუთიყუშებივით ესეთი რა და აი ეს იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმიტომ მოიგო ძალიან დიდი ქულებით ვლადიმერ პუტინმა და ტრამპს არ წაუგია მანაც რა და ის გააკეთა ტრამპმა რაც უნდა გაეკეთებია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიუხედავად იმისა ნამეტანი ამერიკის შეერთებული შტატები არც ადრე ცვლიდა თავის პოლიტიკას არც ეხლა არც მომავალში არასოდეს შეცვლია მაგრამ ის რაც ეხლა გააკეთა პერსონალურად ეს ეკუთვნის ამდგილად ტრამპს მაგრამ ტრამპის უგან ხო დგას ხალხია რა ადამიანები იქ თქვენ ვაფიქრობთ რა იქ არიხილება და არ თანხდება ერთმანეთში რა არ არსებობს ვარიანტი მაგრამ ეს საკითხები პარალელურ რეჟიმში არის რაღაც მექანიზმით არის დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტთან რომელთანაც კიდევ ხდება კონსულტაციების გარეშე არ არსებობს სხვა ვარიანტი ეხლა ბატონო თემო ნახეთ ისა ჩვენ კი ვამბობთ რომ აუცილებელია დღეს დაიწყოს დიალოგი დიალოგის გარეშე არაფერი არ ხდება დიალოგი აი მაგალითის სახეზე გვაქვს ხო ერთმა შეხვედრამ რა შედეგი დადო ხო ტრამპი პუტინის შეხვედრამ ეს მაგალითის სახეზე გვაქვს ხო ეხლა ჩვენც რაღაცა ხო უნდა შევხედოთ ვიღაცადან ხო უნდა ვისწავლოთ აი შენ არ გესმის არიცი სხვას მაინც შეეკითხე გამოსილ ადამიანს ხო რაღაცა ნაბიჯი გადადგი ხო და დაიწყე შენ პირდაპირ დიალოგი და პირდაპირ დიალოგის საფუძველზე მიეცის სარგებელი შენ ქვეყანას გაიგე რა უნდა იმ ადამიანს შენ მე რომ ეს ჭიქა წამართვა თქვენ ხო უნდა შეგეკითხოთ და დაგეკითხოთ რომ თემო რატო წამართვი ეს ჩემი წყლიცავსე ჭიქა ხო რაშია საქმე რა გინდა გამაგებია რატო ქენი ეს ხო უნდა მიხვიდო იმ ადამიანს და უთქვა ბიჭო რატო რა მოხდა რა იყო რა გინდა ჩვენ სანაცვლოდ ხო ჩვენ აღდგეთ ეს ყველაფერი რაც მოხდა ადრე და რაც ეს თავდაყირა დავაყენეთ ამ ჩვენი უთავობით ორივე მხარემ რაღაც არასწორი პოლიტიკით ხო დღეს გამოასწოროთ რაღაც ნაბიჯი გადაედეს ხო და შეეკითხო ადამიანს ამას არ აკეთებენ ხო არ აკეთებენ იმიტომ რომ ისევ და ისევ თქვენთვის არ იყოს ეს deep state-ი რაღაცა უბედურება არის და რაღაცა ჯადოქარია თუ ჯადუარი ვერ გავიგე ტრიალებს იქ და რა მინდა გითხრათ დიახ აი ბოლომდე შეკითხა მინდა გაგიგმასად დიახ კაი ამას ვერ აკეთებ ოფიციალური ხელისუფლება ეხლა 14 აგვისტოს კალინინგრადში სადაც და ახალგაზრული კონფერენცია სადაც იყო რა თელი ეს ახალგაზრული მომავალი ხმაურია ესე მომავალი იყო ეს ყველაფერი ახალგაზრდების რომ სადაც უკვე საფუძველი შეეყარა შემდგომ მომავალში განვითარებასა და როგორ უნდა ესე იგი მოხდეს შეწყმა ყველაფრის აბსოლუტურად და გარკვეული პროექტები განვითარდეს და აი აქ მაინც წასულიყო ვიღაცა საქართველოსდან და ვიღაცა ერთი მაინც გამოჩენილიყო იქ წანწარ სადღაც ოდაიერებიან ლიეტუვაში და იმგეში და ტრეინინგებს გადიან გაიგე და იმისთვის რაღაც უბედურებისთვის რომ ამზადებენ ამ ბავშვებს ხო იქ ხო მართლაც აკადემიურ დონეზე იყო ეს შეხვედრები და იქ ხო მართლაც საქმიანი საუბრები იყო და სწორი მიმართულებით იყავთ ეს ახალგაზრდები ხო რატომ და რა იყო და რა დატვირთვა ქონდა ამ შეხვედრას კალინინგრადში და რასთვის იქნებოდა ჩვენთვის მომგებიანი ეს და საერთოდ რა ხდება ის ამ შეხვედრასა და ამ კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან კარგად შემოიტანეთ ეს საკითხი ამ ჩართეთ აი ამ მონაკვეთში რა ეს არის ახალი მოდი ახლა ახალი ნოვაცია სიახლე არის ეს და არა მარტო რუსეთისათვის, არა მარტო ამერიკისათვის, საერთაშორისო მასშტაბით ჩატარდა ეს რა. სოფლიო ახალგაზრდობისთვის. სოფლიო ახალგაზრდობისთვის, თან ზუსტად ეგ გავს სოფლიო ახალგაზრდობისათვის და ბლოგერებისათვის, ჟურნალისტებისათვის და რა ეს ფაქტობრივად ჩაანაცვლებს იმ ესე იგი საგიჟეთს
სადაც დომინანტი ეგრეთ წოდებული მეორე ხელისუფლება არის, ანუ ჟურნალისტიკა, ტელევიზიები და ასე შემდეგ. ესე იგი, აქ მოსამზადებელი საქმეც არის, მოსამზადებელიც არის, რომ გარკვეულწილად ესენი თამაშის წესებზე შეთანხმდნენ და მონაწილე ვინც იქნება და ახალგაზრდას აქ თავისი ესე იგი შესაძლებლობა მიეცემა თავისი ინიციატივის და პლუს ამას აუცილებელია საქართველოს წარმომადგენლობა, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტები, ჟურნალისტები, ბლოგერები. ნუ ეხლა ინტერნეტ ქსელში სხვათა შორის რამოდენიმე არის ახალგაზრდა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტი და ესე იგი სიმართლეს ლაპარაკობს რა და ანალიტიკა ასე თუ ისე თუ თვითონ არ არის პროფესიონალი კითხულობს და ისე მოუზადებელი არ გამოდის რა ინტერნეტ ქსელში შეიძლება მათი მივლენა, მათთან კოორდინაცია, სახელმწიფოს აქვს მაგის ბერკეტები. შეხვედრა მათთან, იქ კონკურსი გამოაცხადო, შეარჩიეს რამოდენიმე ადამიანი, ოღონდ რეალურად რა, რა თქმა უნდა იცოდეს ქართული, მშობლიური, უნდა იცოდეს რუსული, ინგლისური, გერმანული, ჩინური თუ იცის, საუკეთესო ვარიანტი არის რა, იმიტომ რომ იქ ეხლა ჩინელებიც მონაწილეობენ და ყველა გერმანული, ფრანგული ეს არ არის გაკეთებული იმისათვის, რომ რაღაც ვიწრო წრე მისარგებლოს. ეს არის ისეთი ფორმატი, თან კარგად არის შერჩეული სახელი, შუმ, ხმაური, კარგად არის შერჩეული. თუ გინდა რეალურად იხმაურო, იხმაურო. სიმართლე, კი ბატონო, რა და სიმართლე. მოსახლეობა სწორი ინფორმაცია რას მოგიტანს მერე შენ რა? ჯერ პოპულარობას მოგიტანს. მერე მეორე შენი პრაქტიკული გამოცდილება ნელა-ნელა დაიხვეწება. მერე ეს ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე, რომელიც უნდა დარეგულირდეს და დალაგდეს, კარგია. ინფორმაციების გაცვლა მოხდება და იქნება აი ის რაც უნდა იყოს წესით სოფლიოში რა. იმიტომ რომ სახელმწიფოს არა მარტო მთავრობის კურსი და თავისი პოლიტიკური იდეოლოგია ამოძრავებს, საინფორმაციო ველი ჭირდება. ჭირდება იმას სწორი საინფორმაციო. რა თქმა უნდა და მე იმას როგორ წარმართავს, ეგ უკვე სხვა სამსახურების საქმეა, კეთილად წარმართავს თუ ცუდად წარმართავს, ეს უკვე პოლიტიკის გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკის სამპოლიტიკიდან სამართავი არის რა, მაგრამ ეს პოლიტიკური ნებას ვერ ვხედავ ჯერჯერობით. ეხლა ბატონო თემო თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ და მე აი სწორედ მანდ ვარ რა ესაც თქვენ საუბრობთ. ამ საინფორმაციო საშუალებებმა, ამ ლიბერასტულმა საინფორმაციო საშუალებებმა ადამიანებს ტვინი მოუწამლა. ეს მოსაცილებელი. ტვინი მოუწამლა. და მე ვხედავ ზუსტად მაგის ჩანაცვლებას იქ. აი ტვინი მოუწამლა. ჯერ ავიღოთ საქართველოს მაგალითი ავიღოთ, აგერ ამ მდგომარეობაში ვართ და სად მიიყვანა ამ ლიბერასტულმა ტელეარხებმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ადამიანებს რო შეხვდები ქუჩაში უკვე გეგონება რაღაცა ტვინის ოკუპაცია რა უქნეს ამ ხარს როგორ დაუმახინჯეს ეს გონება უბრალოდ მე კი ვხდები ამას ვიცით მაგრამ საზოგადოება უნდა იცოდეს და იმ ხალხმა უნდა იცოდეს რომ გამოწიწყნეთ ხალხო ამ სიმახინჯეს თქვენი შვილები აი რომ ხან პიტერ არკემანი ჩამეიყვანეს საქართველოში და იმათ მოაწამლიეს ტვინი ბავშვებზე ეს ტელე-ბორდელები რო აქვს აქ იმას ნაციონალებს და ამ იმათ რა ქვია ლიბერასტებს იმათაც საერთოდ მოუშალეს აბსოლუტურად ბავშვებს ტვინი გაურეცხეს გაიგე სკოლაში ხო საერთოდ არაფერს არ ასწავლიან ინსტიტუტებში ხო საერთოდ არაფერს არ ასწავლიან და წაგვართვეს მთლიანად თაობა წაგვართვეს და აგერ აი ამ ხელა გრანდიოზული შეხვედრა მოხდა კონფერენცია ჩატარდა მართლაც რომ ეს სახელიც კარგი შერჩეულია შუმ ხმაური მართლაც ხმაურიდან განგაშუნა აწყდეს იმ ცრუ ინფორმაციებთან დაკავშირებით რომელიც ცრუ ინფორმაციების საფუძველზე ტვინს ურეცხავენ ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს და ჩვენს მომავალ თაობას და აი სწორედ ეს კონფერენციას იყო იქით მიმართული რომ როგორმე ამ კონფერენციამ დადოს ის შედეგი მიესეს გაგზელება ამ გაგზელების საფუძველზე თლიანად შეიკრიბნონ ეს სწორად ესე იგი პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდა ჟურნალისტები პროფესიონალი და ჩამოყალიბდეს ეს სწორი მიმართულება და ამ სწორი მიმართულებით სოფლიოში დავანახოთ ხალხს არის სიმართლე ხო და არა ტყუილით გამოვკვებოთ ჩვენ ტყუილით რომელიც ტყუილი საფუძველზე ეგერ ადგეშივად ხომ ხედავთ აგერ იქ უკრაინაში ისეთ რაღაცებს აცხადებდნენ ეს ტელევიზიები რომ უკვე
მოსკოვში იყვნენ. აგერ კავკასიაში. აგერ კავკასიაში, ხო? აგერ ყველგან არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კვებავენ ჩვენ საზოგადოებას დღეს და ამიტომ სწორედ ამისკენ იყო ეს ყველაფერი განკუთვნილი და ამისკენ იყო ეს ყველაფერი მითითებული და ორგანიზებული, რომ აი ამ კალინინგრადის შეხვედრამ რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ აუცილებელია ხმაური სიმართლისთვის. და ეს ხმაური დაიწყება და აი ელემენტარული შედარებას გეტყვით. ყველა მიცის რას ნიშნავს, რა არის ნაჯახი. კი. ნაჯახს აქვს თავისი დანიშნულება რა. იმას მოკიდა ადამიანს ხელი გამოიყიდა დანიშნულებით. მაგრამ მოკიდა ხელი ადამიანმა, გაუტეხა ვიღაცას თავი. ესე იგი შეგიძლია კეთილის საქმისთვის გამოიყენო, ბოროტის საქმისთვის გამოიყენო. ეს არის ზუსტად ეხლა როგორც ვახსენე მე სახელმწიფო პოლიტიკა ის როგორ წაიყვანს რა. ეს უნდა იყოს მიმართული აბსოლუტურად კეთილის საქმისათვის და ისეთი კეთილის საქმისათვის, როცა ექიმი არასოდეს არ გმობდა ვისი ფიცი აქვს მიღებული ექიმებს რა. ჰიპოკრატეს ფიცი. სადღა ეგა და ექსპერიმენტული წამლები უნდა გამოუწეროს საერთოდ ორგანის. ექსპერიმენტული წამლები. მედიცინაში საქართველოში. რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში რა. აი ეს მაინც ვიტყვი რა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია. დასახურია კაცო. დასახურია ამერიკის შეერთებული შტატებმა უკვე რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება იქიდან გასვლის და ჩვენ სად ვეტენებით? ჩვენ უნდა გავიდეთ იქიდან. უნდა გავიდეთ, დაუყოვნებლად გავიდეთ. ჩვენ კორონაცა უბედურებას მაგათკის ერთია ყველაფერი. იკორენ და მერე კარგი პრეზიდენტი რო გყავდა რა, ჩაკეტა მთელი საქართველოს თავისი ბრძანებით რა. და იძულებით ვაქცინაციაზე გადავიდა მწირს. აღარ მინდა გავიხსენო ეხლა მე მთელი 2 წელიწადი მაგის საწინააღმდეგო და ბატონო თემო ძალიან საინტერესო იყო თქვენს საუბარი, საინტერესო ის გააკეთეთ. აზერბაიჯანსა სომხეთს მოვასწრე. შენო გადაცემა. ძალიან მნიშვნელოვანია. შენო გადაცემაზე მე პირდებით და მაგაზე დაგიზახეთ სწორედ მაგრად, სწორედ აზერბაიჯანის და სასომხეთის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხო. აქ არის კავკასიის. ხელი და რაგრა ხა მითუმეტეს ალიევი ეძახის უნამზოდოთ ომისთვის, კაი ეს. მოემზადოს. ამ ხელა ეს ადამიანი ამ გამოაშტერა არ ვიცი. ბატონო თემო ძალიან სწორად ძალიან აი კარგად ლამაზად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი და ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი არის როგორც დიდი პოლიტიკოსების შეხვედრა, ისე იმ კალინინგრადის იმაზეც გაეშვათ ჩვენი მომავალი ჟურნალისტები და რაღაც გარკვეული ის მიიღოთ სწორი მიმართულება, ხო? თვითფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კიდევ და კიდევ განმეორდებით და ყოველთვის ვიტყვით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის საფრთხის წინაშე. ამას ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ. ამ საფრთხემდე მიიყვანა დღეს საქართველოს სწორედ იმ აგენტურულმა, იმ არაქართულმა და იმ არა უჯიშო ადამიანებმა, რომლებიც დღეს აქ არიან გაბატონებული და ეგრეთ წოდებული ოპოზიციის როლში რო არიან მოვლენებული და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში რო არიან მოვლენებული. ისინი არიან მტრები საქართველოს, დაიმახსოვრეთ, მტრები, დაუძინებელი მტრები, რომლებსაც არ ყავთ არ დედა, არ მამა, არ და, არ ძმა, არ ცოლი, არ შვილი, არც ქმარი და არიან უჯიშო ადამიანები, არიან შექმნილი, გამოყვანილი და ქართული სახელმწიფოები აქვს მიცემული. ესენი არიან მოსაცილებელი, აუცილებლად არათუ მარტო პოლიტიკური ველიდან ქვეყანა არის მოსაცილებელი, ესე გასაწმენდია ეს ქვეყანა და ამიტომ ერთად გავწვინოთ ეს ქვეყანა. ერთად გავწვინოთ. ერთი წუთი რა, რაღაც მე-16 საუკუნის ევროპაში და ინგლისში რა. ქალბატონები, რომლებიც ესე იგი ჩათვლიდნენ, რომ მეც ლაპარაკობდნენ, ან ხმამაღლა იცინოდნენ, გამოიგონეს ესეთი რკინის შლემები. კი, იყო. და საკეთი ქონდა, მაგას და ქონდა თავისი ესე იგი სატარებელი თავისი ცები. წარმოგიდგენი და ეს არის თავისუფლება. ეს ცივილიზებული ქვეყანა. და ცივილიზებული ეს არის და მე-16 საუკუნის საქართველოში რა ხდებოდა? რა საბო, ჩვენ ვიყავით უმაღლეს დონეზე. და ჯერეთი გარემოცვა იყო ისეთი, გვეომებოდნენ და ვიცავდით და მოვედით აგერ დღეს, კაცო. და შლემი არასოდეს დაუხურეთ, შლემს თუ იხურავდა მუზარას, მამაკაცი და გადიოდა გარე. აი ესე ვარ. უჩინ მაჩინის შლემები არ გვახურავს რა. თვითეულ ქართველს ახურავს ეხლა მებრძოლი სული აქვს და ახურავს შლემი და დღევანდელ სიტუაციაში უომობს. ასე რომ იცოდეთ თქვენ, აი რომ დღეს გაიზახით ახლა გადატრიალება და გადმოტრიალება გინდათ. გადაგატრიალეთ ასე პირქვე გადაგატრიალეთ, გაიგე და გადაგივლით ტანკებით, გაიგე? აი ეს დღეგელოდება თქვენ იცოდეთ, თუ ჭკუით არ გაჩერდებით.
და თქვენ ეს რა ქვია იმაში რო ხართ იქ გამოწეპებული 24 საათი ფორმულაზე და იმკეზე და იქიდან მოძღრავ და იქიდან ატყვილებთ საქართველოს მოსახლეობას და ეუბნებით რომ თითქოსად თქვენ ყოფილხართ ეს ქვეყნის ამშენებლები თქვენ ხართ მტრევი ამ ქვეყნის წვით იყავით ცეს ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხთან თამაში ეს არის ყოველთვის ძალიან რთული და ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა თქვენ არ გაპატიებთ იმ სიმაღლეზე რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც თქვენ ჩადიხართ თქვენი განაჩენი გამოტანილი გვაქვს ჩვენ უკვე და თუ სახელმწიფო ვერ მოხედავთ ან მთავრობა ვერ მოხედავთ ჩვენ მოგხედავთ თქვენ და ჩვენ მიდახსოვთ იქ სადაც საჭირო არის. კარგად ვანდებოდეთ, დიდი მადლობა რომ ვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის კარგად ვზადებოდეთ, წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობა,